What's good, what's up, მეგობრებო? ეს არის მოპოდკასტოა? ეს მოპოდკასტი ხარი არ გადაგვიღე დაგვავიწყდა. What's good, what's up, მეგობრებო? ეს არის მოპოდკასტო, დიჩი. როგორ ხარ, bro? გაშობი, აბა კარგო ადამიანო, როგორ ხარ? პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი. ასევე ძალიან დიდი მადლობა Omega Embers იმისთვის, რომ პირველივე დღიდან ჩვენს გვერდით არის. ოცები იმაზე შევაგდოთ ბაზარი რა. აბა, ბეთლის რეაქცია. ბეთლის რეაქცია. რას დავდეთ? ყველაზე მაგარი მომენტი აბა რომელია შენი აზრით მაგ ვიდეოდან? მე რო დავაპაუზე, ხო? ეს შენ ვინ ყოფილხარ, ბიჭო? იაჯი. ვინ ყოფილხარ, ბიჭო? არა, გასწორე, კაი იყო. კარგად მიხალისეთ, კარგად დავა. ბიჭო, ხალხს უბრალოდ რაღაც მომენტში ვერევით ხოლმე ჟიურიში. მართლა. და რატო? ითხოვენ რომ ვიყოთ ობიექტურები, არა და ჩვენს არაღზე ჩვენი რეაქციის ზუსტად იმიტომ რომ ვიყოთ ობიექტურები. რა ვიცი, ძმაო, მე კი ვიყავი ობიექტური შენი კითხეთო. აი, ხო მიგაჯვა ხალხმა. რის გამო, ხო და ანუ ვერ ხვდები რატო, თორე, ოკეი. ჩემ გააჯვის აყო ხალხი და მიგაჯვეს. ჩვენ გვაქვს სიახლე თქვენთვის რა. ეგრევე რომ მოჭრავან. ჩვენ გვაქვს სიახლე თქვენთვის. სადღაც მაქსიმუმ 2 თვეში ალბათ ვაპირებთ კაქტუს ფართის. სადაც იქნება ესეთი ამბავი. იქნება კარგი რეპი, კარგი გართობა, შეიძლება აუზიც, ფულ ფართიც, DJ, უეჭველი, სასმელები, საჭმელები არ ვიცი იქნება თუ არა, მაგრამ VIP ხალხისთვის იქნება, მაგრამ მან ყველა VIP იქნებით, ეგ არის მთავარი. სხვა შორის არ იქნება, ძალიან ბევრი ადამიანს ვერ იქნება ფიზიკურად წვდომა, იმიტომ რომ ვაკეთებთ ძალიან ვიწრო წრეში, ესე ვთქვათ რა. დაბადების დღეს როგორ იხდი ხოლმე ვიწრო წრეში. სხვა შორის ქორწილში რო არ პატიჟებენ და ვიწრო წრეში გადავიხადე ძმა და 500 კაცი რო არ. შენ იღადავე და რომელი ვიწრო წრის წევრი ხარ რომ 500 კაცი არ ხვდებით იმთან. ვიწრო წრეში გადავიხადე. შენ იღადავე და ეგ ბაზარი ჩემს დაბადების დღეს მე მგონი ემთხოვა. რა, ვიწრო წრეში იხდი შენც? არა, არ პატიჟებ პირდაპირ ვითხარი ძმა არ მეწყიდება. ფართი შეჩემ, ფართი ემთხოვა. იმიტომ რომ მაისისთვის ვაპირებ და მეც მაისში მაქვს დაბადების დღე. ანუ შენ კაროჩე ის პასუხისმგებლობა მოიხსენი ხო? პარებ კაქტუს ფართი და დაბადების დღეს არ აკეთებ. დაამთხვევ. ბიჭო, აქ თუ ვიქნები ხარ ვარ წავიდე. არაფერს არ იკისრე. სახში, იასნი. დაჟე რიცხვსაც ავთქვევ ხო? ძმამ ყველა პროჭული ტრიკი. ძმამ ყველა პროჭული ტრიკი რაც იცოდა ყველაფერი მოყვა. შენ ხო ისედაც წითელი ვარ, ეხა იმენა შევხედეთ. უწითლეს. რა საერთოა შენ სადაც მაიმუშორის? რა შორის? მაიმუს. მაიმუშორის. მაიმუს ტრაკი აქვს წითელი და მე სახე. ბრავო! აქ დიკაპრიოს სტაში რო ჩამიშოთ. კაქტუს ფართი მოკლედ იხოდება. დეტალებს რაღაცეებს უეჭველი დავწერთ YouTube-ზე, community-ში ან იქით ანაკეთ. პლუს წითელი ჯვარი, ა? და პლუსით. კაქტუს ფართი მოიხოდება, მოკლედ არ ვიცი დღეს რაღაც ძალიან აცეტებული ვარ, არ ვიცი რატომ. რომელ კომენტარებში დაწერეთ, იბა აცეტებულია. ან იბა აღარ აცეტდე. მოიჭიეთ. აუცეტდე თუ არ აუცეტდე, იბა აცეტონი. მოკლედ, ხო, კიდე კაქტუს გრაინდს რაც შეეხება. ავარჩიეთ უკვე. ვიცით რა ვემონაწილე. არა, დღეს უკვე 7 ვიცით, მაგრამ ერთსაც ვიპოვით რა, ან ერთიც მოგოწონდა. მოკლედ ერთი კაცი და გავდივართ რა, ეგეთი ამ. ეს რატოა დიდუბეში? ეს რატოა ჭორველას რეიზი? რაუნდა. დღეს აგვენძრავ. აი ამდენ სიცილს გისურვებთ მინიმუმ ყოველდღიურად ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. კაქტუსი თქვენი ოჯახის მეგობარი აფთიაქ. ეს ავერსი გახდა. რატო ავერსი ჩემთან გვერდზე?
სხვათა შორის აფთიაქებსაც შეგიძლიათ აგვასპონსოროთ თუ მაინც და მაინც. ხო. მოკლედ ფარტის რაც შეეხება. Young Mike-ი დაასპონსორა ჩემთან ბეწზე პროჭის სამალი რო გამიცნო. დაასპონსორა კი არა, იყენებდა. მოკლედ. ხო, ანუ იმისთვის რა ქვია, ჩვენი ფარტისთვის ასევე შეგიძლიათ სასმელის კომპანიებსაც გამოხატოთ ინიციატივა, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის, თუნდაც ეს იყოს ერთჯერადი უშუალოდ ფარტისთვის. და ბრავი, ეგა მოგზავნეთ. ჩვენ მიგიღებთ კეთილი გულებით ყველას აუცილებლად და კეთილი გულებით მიგიღებთ ყველას. კაქტუს პარტი მოიხოდება მოკლედ უეჭველი, იმიტომ რომ ჩვენც ძალიან დიდი ხანია გვინდა ჩავატაროთ ლაივი და მანდ იქნება ჩვენი ლაივიც, სხვა მოწვეული არტისტებიც გვეყოლება, უძერსკესი DJ გვეყოლება, რომელიც კაიხა კამერებს უკან დგას, მაგრამ არ ვიტყვით ვინ არის. და რა ვიცი, გავერთობით ჩვენც ლაივ მონატრებული ხალხი ტრეკებს ვიბაზრებთ, ვიცეკვებთ, გავლევთ, ჩავეხუტებით ერთმანეთს და კარგი ივენთი გამოვა ერთი სიტყვით. ეგ არის და ეგ. ეხლა რაც შეეხება ჩვენ პროექტს. კაქტუს გრაინდი უკვე ესეთი ამბავია, რომ ერთი კაცის და გავდივართ. ხო რა. და კაქტუს გრაინდი დაიწყება და ალბათ შეიძლება შემდეგი ვიდეო უკვე კაქტუს გრაინდი იყოს. შეიძლება არა, დიდი ალბათობით ეგრეც იქნება. ეგრე უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ძალიან იწელება იქნება ძალიან კაი რა. ანუ ვინც იცით, კაროჩე open mic-ები ვისაც გინახავთ, სტილისტიკა დაახლოებით იგივეა, თუმცა განსხვავდება იმით, რომ რაღაც სიურპრიზები, დეტალები ჯერ არ ვამბობ, მაგრამ იქნება. ერთი საინტერესო დეტალი მინდა მე და შე რომ გავარჩიოთ ეხა რა. მოკლედ დღეს ხო აღიარებთ ყველა იმ ამბავს, რომ საღიარებელიც არ არის მომენტ, ბეთლი არის მეინსტრიმი, ხო? და ფაქტია. ყველას დარწმუნებული ვარ, თუ ყველას არა, ვისაც რაღაც რეპთან გადაკვეთა ქონია იმ ამბავში, რომ თვითონ უცდია რაღაცეების დაწერა, ყველას აინტერესებს ალბათ, როგორ იწერება ბეთლი. რა არის საჭირო ბეთლისთვის, როგორ უნდა მოემზადო და ასე შემდეგ და ასე მთელი პროცესი მომზადების როგორი არის რა. მე მოყვები ჩემ გამოცდილებას, შენ ვიცი რომ ესე ეკრანებზე არ გიბეთლავია, მაგრამ ვიცი რომ ისეთ ტიპებთან გიბეთლავია, ვისაც დღეს ხალხი გოუც ეძახის. კარგად იცნობს და გოუც ეძახის. ანუ პელესთან გიბეთლავია? პელესთან გიბეთლავია, კი ბატონო. ხო, პროცესი ეხლა დაწერ ვინ მოიგო? ვის ახსოვს 2017 წელი იყო? არყით ვიყავით გამსკადრები, ის გვახსოვს რომ ყველა სამედიცინო სპირტში გარეული ტარხუნით. ერიკით ფანტაში. ფანტაში. ეგ ბეთლის კულტურა საქართველოში ოდითგანვე იყო, მაგრამ მე ანუ ეხლა მოიგდა ჟიური ვინ იყო მან? არა რა ჟიური, ხალხი იყო ჟიური. ხო, ვიზეთ უფრო მაგრად იყურებდნენ. ანუ ოფიციალური სახე ხო ქონდა მაგ თემას? ოფიციალური არა, ანუ არა ბიჭო, უბრალოდ გამარჯვებული დამარცხებული. ჟირგვლივ გაერთიანებული საზოგადოება ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე იყრებებოდა და რაღაც ფარტის აკეთებდნენ. და ოღონდ არც დინამიკები და არაფერი. უბრალოდ ეს განან და პირდაპირ ბაზრობდნენ. ასწორებს ეგრე. და ის იყო რა ქვია. კიდე იყო თუნდაც ეს დისკულტურა რო ავიღოთ. მე მახსოვს ძალიან ადრე ყოველ ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში ფულა კალიფსი და ჩესტერი. ხო. ერთმანეთს ეღადავებოდნენ, დისავდნენ. ანუ ეხუმრებთ ძმაკაცები არიან როგორც ვიცი და მაშინაც ეგრე იყო ეგ ინფორმაცია რომ ძმაკაცებია დაუშვეს ერთმანეთს და ეღადავებოდნენ დისები რა. ხო. მოკითხვა ორივეს. ფულასაც ვეპატიჟები, მე ჩესტერსაც სიამოვნებით გავესაუბრებოდი ჩვენთან პოდკასტში, იმიტომ რომ ჩესტერი არის ძალიან საინტერესო პიროვნება და ერთ-ერთი პირველი არტისტია, ვინც ინსტრუმენტალების კეთება დაიწყო თავისთვის. ხო. და ადრე ქონდათ ბაზა. ბაზა მახსოვს. რატო საიდან მახსოვს ვერ ვიხსენებ უბრალოდ. თერიკა, სინკა, ჩესტერი. თერიკა ბაზაში იყო, ხო? KH იყო, ხო? თუ არა? KH მახსოვს? ვიცი, კი გამახსენდა ეხლა. თერიკა ახსენებს ხოლმე რაღაც რომელი ტრეკია გამახსენე, სელფით რო იღებს, ქალაქში რომ მოწევს. სოციალური მანდახსენებს ბაზას. მოკითხვა თერიკასაც. თერიკა არის ძალიან საინტერესო არტისტი. საინტერესო პროცესი არის ზოგადად არტისტის მხრიდან, აი ხალხს ხო ძალიან აინტერესებს ის ამბავი უეჭველია, წეღანიცაც აღნიშნე, რომ როგორ არის მომზადების პროცესი ბეთლისთვის რა. ბეთლისთვის მომზადების პროცესი, ახლა ჩვენ რაც გვქონდა, მე როცა სეზონში ვიყავი, ერთი ბეთლისთვის მომზადებოდით 1 თვის განმავლობაში რა. ჯერ იყო დავწყულდებოდით
ავწყულდებოდით რაც უცი სიტყვა. მე გამრავლდებოდი. წლები ვინ ხდებოდით ერთმანეთს და მე მქონდა ერთი სრული თვე მოსამზადებლად რა. აი მე მაგალითად მქონდა ესე რაღაც გაწერილივით, რომ პირველი 2 კვირა უთმობდი ლირიკას, შემდეგი 1 კვირა დამახსოვრებას და ბოლო 1 კვირა უკვე დამუღამებას, მომზადებას, პერფორმანსს რა. ჩემი აზრით ძალიან ისეთი კარგი დრო არის კარგად გაწერილი კალენდარში. შენი აზრით როგორი არის BPM რაუნდი, BPM რაუნდზე მაქვს საუბარი, აკაპელაზე მე გადავიდეთ. ან არ გადავიდეთ. ჯერ BPM-ის ჭრილში მინდა განვიხილოთ რა. როგორ არის ლირიკულად შემდგარი რაუნდი, ანუ რაუნდში რა ელემენტები უნდა იყოს, რომ თქვათ შენ სუბიექტურად, მე სუბიექტურად ჩავთვალოთ, მოდი ჯერ შენ თქვი, მე მევიტყვი, რომ ეს არის კარგი რაუნდი რა. აი შენი აზრით რა კომპონენტები არის მაგისთვის საჭირო? პირველ რიგში, აბსოლუტურად პირველ რიგში ტექსტი აზრობრივად დატვირთული და ანუ არ არის სავალდებულო რომ იყოს მაგალითად ყლეო. არ არის ეგ რა. ნო, ყლეო. არ არის. და ხალხი ყვირის მაგაზე სხვა. ყვირის, მაგრამ ეგ არ არის ფანჩი. ანუ ვერც ვერასდროს ვერ გახდება ფანჩი. დისრესპექტი შეიძლება გამოხატო ბევრნაირად და როდესაც შენ ტიპს რაღაცას უყვები და მაგ ყველა ამ თვითონ ეს ისტორია მე რასაც შენ ყვები ამ ტიპზე აკეთებს ისეთ აქცენტს რომ ეს ტიპი ყლეა მაგალითად სიტყვა ძალიან ცუდი ტიპია. ანუ შენ იძახი რომ ყლე ხარ რო არ უთხრა, მაგრამ არ უთხრა შემოვლით? არა, უბრალოდ რომ მოუყვე ის ყველაფერი რის გამოც არის ყლე. ანუ ეს ვიდრე პირდაპირ ეგ ხო, ვიდრე ეგ არა, მაგაში აზრი არ არის. ხო, კიდე რა კომპონენტებია შენთვის? და აწყო მთელი შენი სტრუქტურა. flow და დიქცია. თუ არ შემიძლია შენი fast flows გარჩევა და ვერ ვამოღამებ რას ამბობ, მაგრამ კიდე რამდენად სწრაფად თქვი სიტყვები რომელიც არც კი არსებობს. იმიტომ რომ კალამის მაგურად იმის რომ ამბობს რა ქვია ლმის ხო არა თან ქართული ისეთი ენაა რომ ერთმა ასომად შეიძლება სიტყვას მნიშვნელობა შეუცვალოს, შეიძლება რაღაცა აზრი საერთო ჯამში არასდროს გაიგო. ოკეი. ხო, აი ვიღაცამ რო თქვას რომ შენ დაიხჩე წყლით და წორო არ თქვას ძალიან ზედმეტად ვახსენეთ უკვე ეგ სიტყვა იმენ. აბი ის ამოიჭრება. ჩემთვის საბაზისოდ ეგრეა რა. პირველ რიგში არტისტი ჩაჯდა ბიტზე. ანუ აირჩია თავიდან რაღაცა ერთი flow, სტანდარტული flow, რომელზეც დაწერს ტექსტს, დაწერს punchline-ებს, აწყობს setup-ებს, სტრუქტურებს. ეს არის პირველი მინიმუმი საბაზისო, რაც უეჭველი უნდა იყოს რა. მეორე მომენტი არის ესეთი. მიყვები ერთ flow-ს და უნდა შეარჩიოს სწორი მომენტი, ბიტს აქვს თავისი მომენტები. არის ვთქვათ ბიტის ინტრო, არის ვერსის ნაწილი, არის ჰუკის ნაწილი. მერე არის ვთქვათ რაღაცა build-up-ი სანამ ჰუკი დაარტყავს. ამ კონკრეტულ ნაწილებზე ჩემი აზრით აუცილებელია რომ სწორი flow შეარჩიო. ასევე ამ flow-ებს შორის კარგი ისეთი ლამაზი გადასვლა რა. აი ნიკის flow-ს ახასიათებს სხვადასხვა ლამაზი გადასვლები flow-დან flow-მდე რა. აი ნიკის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმ ამბავში რომ ვთქვათ ნიკი იწყებს თავიდან აკეთებს ინტროს, დროპი როდესაც არის ბიტის აი ყველაზე ხმამაღალი ნაწილი და ბევრი ინსტრუმენტებით და ბევრი ამბებით, მაგ დროს ცდილობს რომ catchy flow დაიჭიროს, მერე build-up-ის დროს ან down-verse-ის დროს ისევ რაღაცა წნარი flow, აი ამას აკეთებს ვთქვათ. თოვლისაც აქვს ძალიან. თოვლისაც კი ძალიან კარგად. ხო. მერე პონტი რა არის ლირიკის კუთხით რა. ვაფშე punchline-ი როგორ იწერება ხალხს აინტერესებს ძალიან რა. არსებობს ესეთი გამოცდილი ტექნიკა ბეთხში რა. აი setup-ებს რო ახსენებენ რა. setup-ი არის რეალურად როგორი რაღაცა. მიდიხარ punchline-ამდე, ანუ მიდიხარ setup-ს აწყობ, იგივე გარემოებებით და იგივე დაკავშირებით, ანუ ესეთი ტექნიკა არსებობს, როცა წერენ რა, battle არტისტები, battle raps. დაწერენ punch-lines, ჯერ, აი ყველაზე ისეთი მწარე ლაინი, რაც შეიძლება რომ თქვათ მოაფიქრდეთ, აი როგორ ძირითადად არის ხოლმე ესეთი სტრუქტურები, თუნდაც ჩვენ ბეთლებში, რომ ყოველ 4 ლაინში punch-line-ი, ან ყოველ 8 ლაინში ბოლოს punch-line-ი რა, ძირითადად ამ სტრატეგიას მიყვებიან ჩვენი ქართველი ბიჭები, ვინც ბეთლაობენ რა. ხო, setup-ი რა არის? ანუ დაწერე punch-line-ი, ჯერ ვთქვათ და წინა ლაინებიდან უნდა გააკეთო ეს და ვთქვათ თაზე რო ადიოდე რა. მიდიხარ ამ setup-ებით punch-line-ამდე. ზუსტად ეგაა storytelling-ი, ყვები ამბავს და ბოლოს უყვა. ან შეგიძლია ამბავი მოყვე, ან შეგიძლია არსებობს კიდე ვთქვათ აი სტრუქტურებს, რასაც ეძახიან setup-ებში, რომ შეიძლება კინოს setup-ი ააწყო,
ფილმებიდან მოიყვანო სხვადასხვა ლაინები, პარალელები და punchline-ი კავშირში უნდა იყოს ამ setup-თან. მაგ დროს ითვლება, რომ სტრუქტურა შემდგარი არის რა. ინა მაგარგან შეკითხრა? ანუ ზოგადად punch-ი თქვა, რაც მე მაგრამ მევასება. აი ტიპს რო გაუჩნდა ბეთლზე რა. ამის გოგოს თქმეთში უნდა და ჰერმესის ჩანთა, მაგრამ ვერაფერი ვერ აჩუქა ჰერპესის გარდა. ხო, ეგ სასაცილოა, მაგრამ უფრო ტიპური punchline-ი მე რაც გამიგია, აი ვისაც ნანახი გაქვს თქვათ რავი KOTD სხვადასხვა უცხოური ბეთლები, UK ბეთლები, მან ცოტა კიდე განსხვავებული სტრუქტურის და ნიშის punchline-ები აქვს ხოლმე რა. მან დააქვთ აი ესეთი ტერმინი არსებობს კიდე განბარები რა. და რას ნიშნავს ეს განბარები? ანუ თვითონ სიტყვა გეუბნება gun bars, რომ რაღაც 9 მმ-იანი ჩემოდივარ შენს crib-ზე და გაჭედებ შუბში და რაღაცეები. ხო, მაგრამ ეს საქართველოში ვერ მოხდება. იარაღის ხო, ეგ არ უხდება კიდე ქართულებს რა. ვერ მოხდება. ხო, იმიტომ რომ not true shit რა. განბარები აქ მაგიტო არ გვაქვს. ანუ იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ეხა შენც რომ მოისმინო ვიღაცა რო აზრობს რომ კაროჩე რაღაცა ორი მაყუჩიანი ხელში მიკავია და შუბში დაგაჭედე ორივე და ტყვია-მთყვიაში გაიარა და მოუხვია. აქ რო ვიღაცა გააზრობს მაგას, აი თქვენც რაღაცნაირად ცუდად გესმით ხოლმე ყურში რა, მეც ეგრე ვარ დაახლოებით რომ არასწორებს. ხო, არასწორებს რა. ხო, ანუ პონტი ეს არის სტრუქტურა ზოგადად ბეთლის, ნუ ჩემი გამოცდილებიდან მე რაც ვიცი, რაც მინახავს, ეს არის რომ ყველაზე კარგი ლირიკის მხრივ არის ნაწილი, როდესაც აკეთებს setups, ანუ იდეურად ცდილობ მიხვიდე აი ბოლო ამ punchline-ამდე რა და თუ შენ ეს ისე კარგად გადააბირო შუაში ამ ლაინებს შორის აზრი არ წყდება, აი მაშინ არის ძლიერი ეგ setup-ი, ეგ სტრუქტურა საერთო ჯამში რა. მაგრამ აი აქ მეორე პრობლემა გაქვს. შეიძლება შენ setups იმ დონის ერთულის სიტყვები დასჭერდეს, რომელიც flow-ში არ მოყვება. რადგანაც აი რატო არის ეხა BPM-ი რთული? stories ყვება. ხო. BPM-ში შენ გაქვს ბიტზე შეზღუდული ლაინები არა, მარცვლები, ვთქვათ, რაც უნდა ჩაატიო, იმიტომ რომ აკაპელაზე საერთოდ არ აქცევ ყურადღებას იქ ყველა ლაინში 16 მარცვალი დაწერე თუ რაკენი რა და BPM-ში ეგ არის რთული, რომ შენ რაც უფრო უკეთ შეძლებ, რომ ამ ლაინებში, რითმებში, flow-ში ჩასვა ეს ყველაფერი და setup-ით მიხვიდე punchline-ამდე აი მაშინ ხარ მაგარი რა. და კიდე ბიჭო ეგეც ინდივიდუალურია რა, ეხლა სიმართლე რო გითხრა, მე პირადად აი იქ რო ვინც არ უნდა იყოს და fast flow გააზროს, მე უფრო ბაუნსობ ხოლმე, და ვკაიფობ ხოლმე პელეს ძალიან simple ბაზარზე რა, ძალიან მარტივად punch-ებით ესაუბრება ტიპებს და მე მგონია ხოლმე რომ პელეს თითქმის ყოველთვის მოაქვს ვაიბი. ჩემთვის როგორ არის იცი პრიორიტეტები? ხო, უეჭველი გეთანხმები, რომ პირველ ადგილას მე მაინც მიყენია punchline-ები, მე ესე ვარ, იმიტომ რომ სხვათა შორის სეზონში რო გამოვედი, ცოტა სხვანაირად უყურებდი მაგ დროს რა, მაგ დროს უფრო ყურადღებას ვაქცევდი, უფრო მეტად flow-ებს, ვიდრე punchline-ებს რა. და ვცდილობდი, რომ რაც უფრო მეტი flow მექნებოდა და რაც უფრო ბევრად მეტი განსხვავებული flow მექნებოდა, ეს იქნებოდა მთავარი გარანტიორი იმისა, რომ ბეთს მოვიგებდი რა, მაგრამ მე რო დავფიქრდი, არა, ანუ punchline-ი მაინც უფრო გახდა აუცილებელი, იმიტომ რომ როგორი პონტია, იცი, აი ხალხი ვერც ასწრებდა შენს flow-ზე კაიფს. შენ იმ დონეზე მალე გქონდა switch-ი, რომ აი მაგაზე უნდა იბაუნსონ და იცვლება უკვე კიდე სხვაგან გადადის და ეხა ამ ხალხს უწევს იმის დამოღამება, რას ბაზრობ ისევ და როგორ ბაზრობ. ხო. და მე მაინც ჩემ თავში ჩამოყალიბდა ის ამბავი, რომ თქვათ ვემზადები ბეთლისთვის, აწი ვიცი, რომ მაინც ძირითადი ნაწილი მექნება punch-ების კუთხით ფიქრი რა, პირველ რიგში და მე უკვე შევხედავ flow-ს, იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან მიყვარს, როცა მუსიკალურად ვაკეთებ რაღაცას, ანუ თუნდაც ტრეკებში ვცდილობ, რომ დამახასიათებელი ვთქვათ რაღაცა flow-ები მოვიგონო, ჩავრთო, ასე შემდეგ და ეგეც რაღაც ჩემი თავი მთხოვს, რომ კარგი flow-ები მქონდეს, თუნდაც ტექნიკა, fast flow ის ამბავი, რომ მე fast flow შემიძლია და ხალხმა თქვა ეს რომ შემიძლია და ძალიან დიდი მადლობა მართლა ყველას, ვინც გულშემატკივრობთ და მხარი დამიჭირეთ და მოგეწონათ ჩემი ბეთლები. პონტი ის გაიჩითა, რომ რას ვამბობდი? ხო, fast flow-ც უნდა მქონდეს, რაღაც ჩემი თავი მთხოვს უკვე, ოღონდ ეხა იმ fast flow-ში ვცდილობ, რომ ეგ fast flow უფრო სხვანაირად და უფრო ტექნიკურად გავაკეთო, აი მაგას ვეძებ. ჩემი აზრით არ უნდა დაღალო და ზოგადად ეგ არის პონტი, რომ ლიმიტი უნდა დაამოღამო შენი თავის, რომ შენც არ დაიღალო. არც მსმენელი არ უნდა დააღალო, უშუალოდ ვინც ბეთლზე გისმენს.
ეგეც არ უნდა დაიღალოს იმით, რომ შენ რაღაცებს სწრაფად ლაპარაკობ და გამოკიდება არ უნდა უწევდეს და შენც უნდა გქონდეს ის პონტი, რომ არ დაიღალო და რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლები first flow გექნება, მით უფრო ნაკლები შრომა გიწევს იმაში, რომ ფიზიკური ნაკლები შრომა გიწევს, იმიტომ first flow-ს უფრო მეტი ფიზიკური მონაცემები ჭირდება ვიდრე რაღაც იმას ჩაოლებრივ ბაზარს, simple ბაზარს. და პონტიც ეგაა რა, მე რაუნდებში უფრო ცოცხალი ხარ ბოლო რაუნდში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა. ეგ კი არა მითი არსებობს ესეთი, რომ ვინც ზოგადად ბეთლს ასრულებს, ანუ ბოლო მესამე რაუნდი ვისაც უწევს, იმისკენ უფრო იხრება ხალხის ვაიბი რა. ეგეც იყო ეგ თეორიაც ძალიან ბევრჯერ. აი მოსკოვს და ტაჰას ბეთლზე გახსოვს? მოსკოვს კონდა ეგ რეაქცია, რომ ჯობდა რომ მე არ დამეწყო. ანუ ჯობდა რომ ტაჰას დაიწყო? ხო. იმიტომ რომ მოსკა დაამთავრებდა. საერთოდ იმას. და მაგას აი ხო რაღაცა ისეთი ბაზარია რომ თითქოს არა. მაგრამ აქვს მაგ იდეასაც არსებობს. ვინც ბოლო ასრულებს, უფრო ამახსოვრდება. იმის ვაიბი რჩება უფრო. აი თქვენი საზრით საინტერესოა. მეც დავკვირვები ვარ მაგას, გეთანხმები. რომ აი ბოლოს ვინც დაამთავრებს, უფრო ეგ მომახსოვრდება ხოლმე რა იქ იმ მომენტში. აი თქვენს მაინტერესებს, აი თქვენ როგორ ხართ რა მაგას. ჟიურზე რამდენად ახდენს ეგ გავლენას არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით ზოგადად მესამე მხარე როდესაც ამ ყველაფერს ხედავს, ანუ მსმენელის მხარე როდესაც ამ ყველაფერს ხედავს, მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია ძალიან ბევრისგან და თვითონ არტისტებსაც უშუალოდ არაერთისგანაც მომისმენია, რომ აქვს ეგ დამოკიდებულება, რომ თვითონ რომ დაამთავრონ ურჩევნიათ. იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ მე თავიანთი ვაიბი უფრო რჩება მან და მაგას მიყვება ეგ გავლენაც ალბათ ბევრი რაღაც არის ხოლმე მაგას. მაგრამ ხო ეხლა მაგრამ თვალ მაგით ვერ მოიგებს ვერავინ, ეხლა რომ ბოლო დაამთავრებს ხო იმან დაიწყო შენმა ოპონენტმა თქვათ დაიწყო რავი პირველი რაუნდი დაიწყო იბაზრა რა და იმდენად მაგარი და თესლი რაუნდი იბაზრა რომ შენ რაუნდ შეიძლება ვაფშე აღარ მოусმინონ ანუ იმიტომ რომ ის ვაიბი ჩარჩეს რა ტიპს ხო არა ეგეც არის ამბობ მაგრამ აი თანაბარ ბეთლში ყოველთვის რაღაც პონჩი უპირატესად მიაჩნიათ რა ეგ ამბობი რომ ბოლო დაამთავრა ხო არ ვიცი ეგ ამბავიც არის აი ეხა punchline ხო კიდე მე ძალიან მევასება ხოლმე აი wordplay-ებს wordplay-ები როცა იჩითება ხოლმე რა ტექსტებში აი ძალიან კარგი wordplay-ები ვისაა კარგი wordplay-ები პელეს ინდონეზიაში შაური არ არის ბალი პელეს კარგი wordplay-ები აქვს ბანის ძალიან კარგი wordplay-ები აქვს კიდე ვისგან მოსეს აქვს ძალიან კარგი wordplay-ები და სხვათა შორის ეხა დავამუღამე და ძალიან მუღამით ვარ ხოლმე რომ მე როცა ეხა ლირიკაზე მუშაობ რაღაც პონჩი თავისით უკვე მოდის და მაფიქრდება რაღაცა wordplay-ები რა და რო დავწერ როგორი ვარ ხოლმე იცი flow-ზე მოისმინე ქონდა რეაქცია რა გაგისწორდა იბაუნსე მაგრამ რომ მორჩები მოსმენას მაინც ტექსტი გამახსოვრდება რა პონტი ეგ არის და ბიჭო თუნდაც აი flow-ს ამბავზე მარტო flow-ზე რო ვიბაზროთ რა ხალხი ქართულ ბეთლებს იმიტომ უყურებს და იმიტომ ადევნებს თვალს რომ მან აი იმ აზრებს პოულობენ თორე რა ძალიან ბევრი მუსიკა არის ნებისმიერ ენაზე სადაც ისეთი ისეთი flow-ს აწყობენ ტიპები რომ ჯერ ქართულად შეიძლება ვერც გაკეთდეს ეგეთი flow რა თვითონ ხო language barrier-ის გამო. language barrier-ი, სხვადასხვა სიტყვები, რომელიც გვაქვს, მაგის გამო და მაშინ ადგებიან და მოусმენენ რაღაც ამერიკოს, ხო, რატომ თუ აზრი არ აინტერესებს, რატომ მოусმენს ქართულს? აუცილებლად. ქართულის მოსმენის თელი მუღამის არის, რომ ის flow-ც, ის ტექნიკაც, ის აზრიც და ის ყველაფერი ჯამურად მიიღო ისე როგორც კარგი პროდუქტი. ვიბაზროთ ტიპებზე, ვინც ახლა ჩვენთან უნდა მოვიდნენ გრანიტში. უძერსკესი ტიპები ავარჩიეთ ჩემი აზრით. თან ისეთი ტიპები არიან, რომლებიც არ ჩანან ვაფშე არსად, ან ძალიან ნაკლებად და პონტი ისაა, რომ მაგარი პოტენციალი აქვს ყველას ვაფშე რა. ძალიან მაგარი პოტენციალი აქვს უკალებლივ ყველას, ვინც ავარჩიეთ. და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარ სეზონს შემოგთავაზებენ, აი უეჭველი ამბავი არის. ხო, კაქტუს გრაინდის თავარი მუღამი, როგორც აქამდეც ავხსენით, ის არის, რომ ვისაც უკეთესი ვაიბი ექნება და ვინც აი როგორი ვერსია უნდა გაიჭიდოს ჩემი აზრით იცი რომ აი ხალხმა რო დაიმახსოვროს და თვითონაც აი რაღაც ხოაზე ხარ აი თქვათ რაღაცა
ჩემი ლაინები რო იყო და ხალხი რო ქუჩაში მხვდებოდა და რომ ეუბნებოდა მაგ ლაინებს, აი ტიპს რო ვიღაცა შეხვდება და იმდენად რო დაევასება ეს რასაც იბაზებს კაქტუს გრაინდში, რომ მაგ ლაინით რო ხდება ტიპი რა, ან მაგ ლაინებს რო წერენ. და ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ვაიბი უნდა მოიტანოს ამ ტიპმა რა. თქვენ ჩვენს გამომწერებს ან თუნდაც სხვა დანარჩენ საზოგადოებას რაც შეგიძლიათ ამ ეტაპზე ის არის, რომ ხარი დაუჭიროთ პროექტს. გამოხატოთ თქვენი გვერდში დგომა, თუნდაც იმ ვიდეოს დალაიქებით, გაზიარებით, კომენტარის დაწერით, ნებისმიერი სახის კომენტარი, hate speech-ზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის კომენტარი, თუნდაც ეს იყოს კრიტიკული შინაარსის მქონე, პირიქით, მისაღებია. ბოდიში, კიდე რაღაც გამოგვეხმაურეთ, გითხარით, რას ფიქრობთ, რა შევცვალოთ, რითი გავხადოთ ეს არხი უკეთესი, ჩვენ რა განვაახლოთ, ჩვენს თუნდაც მიდგომაში რაღაცასთან. ყველანაირი სახის კომენტარი შეგიძლიათ გამოგვიშვათ. ბიჭი, ღიპი წამომეზარდა ძმაო რა. ეხლა წინა ვიდეოზე დამიწერეს იოაო გაძლიერებულ კვებაზე ხარო გავსუქდი. ესე არის პერების ცხოვრება, გახდებიან ცნობილები და მე ჭამესვავენ გულაობებს. ფეჯო. ბასტა რაიმსი, სენაკელი ბასტა რაიმსი. და სენაკელი ბობ მარლი თუ დემიენ მარლი. არა დემიანი შენი შვილი იქნება, მე რო გაიზრდება. შენ ბობ მარლი. დემიანი ჩემი შვილი არის ეხა ძმა, გიჟღარ ხარ. მე მაქვს ერთი იდეა კიდე ძალიან კარგი. აი ამ ეპიზოდიდან რაღაც კარგ მომენტებს თუ დაამუღამებ, ამოჭრი და დადებ TikTok-ზე, ვინც მოგვეწონება ყველაზე მეტად და ვინც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს, უფასო მოსაწვევი კაქტუს პარტიზე. მას ჩვენგან ორი ცალი. მოკლედ. აი აზრია. მომენტები შეარჩიეთ, მოკლედ რა გაგისტორდებათ, ეხლა ამ გადაცემიდან რაღაცას რო ნახავთ და დაგივასება, ამოჭერი, დადე TikTok-ზე, მოგთაგე, ნახავთ, და თან ის გადაობა ის არის, რომ გადაობა არ არის მომენტ. ყველას დავარეპოსტებ, რასაც ვნახავ. მოკლედ 5 ბილეთს ვარიგებ, ძმა. 10 ვარიგებთ, ამას არ უსმენ. ცალკე მე ვარიგებ 5 ჩემი მხრიდან, ძმაო, მე მოვიკლებ და თქვენ მოგცემთ. არ არის პრობლემა არანაირი. 10 ბილეთს ვათამაშებთ. ვათამაშებთ არა, ვაჩუქებთ, ვათამაშებთ არა ის. ვაჩუქებთ. ხო. ეგ არის და ეგ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩვენს გვერდით ხართ, შეგახსენებთ ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი, ასევე ომეგა ემბერი, ვიმყოფებით ბირჟაზე და ჩვენი ფარტიც იქნება ბირჟაზე, ასე რომ ხალხო, ძალიან გთხოვთ. ჩვენი თხოვნა არის ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ერთადერთი რასაც თქვენგან გითხოვთ და მართლა გვიხარია, აი მე ვარ ხოლმე როგორ იცი? ვიღაცა რო იწერს არხს, აი ვიდეოს რო დავდებ და მაგ დროს რო ემატება გამომწერები, სულ არეფრეშებ ხოლმე და ყოველ მომატებულ რიცხვზე თითო ურას ვიძახი ხოლმე რა. მოკლედ ჯერ მაგ 19000 ურა დაძახებული და თალში. მოკლედ ეს იყო ნახოთ რამდენი იქნება. ჩვენ ვიყავით თქვენთან, იქ იყო ლაშა, ზიმა, ანა. მოკლედ გემშვიდობებით. მიაც იყო იქვე უკან და TikTok-ზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები მიასი გამოიწერეთ. მოიძრებ ის მკვდარი კატა ერთიც. გვიყვარხართ, გაფასებთ, გამოიწერეთ არხი, წავედით.